ჟურნალისტები ნამდვილად ვცდილობთ, რომ ყველა დეტალი გავიგოთ, მიუხედავად იმისა, რომ სხდომა მიმდინარეობს დახურულ კარს მიღმა. ბოლო რამდენიმე წუთში ჩვენ რამდენიმე ინფორმაცია დავაგროვეთ. ერთის მხრივ დაგვეხმარა თავად საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე, რომელმაც განმარტა, რომ კანდიდატებმა საკუთარი სიტყვა საარჩევნო პროგრამის ფარგლებში თქვეს. ჩვენ ვიცით, როგორია პროგრამა მეუფე იობისა და გრიგოლის შემთხვევაში, მაგრამ არ ვიცოდით ხედვები მეუფე შიოს შემთხვევაში. ტახტის მოსაყდრემ ისაუბრა ამ თემებთან დაკავშირებით, მაგრამ ანდრია ჯაღმაიძემ ჩვენთან არ დააკონკრეტა, რაზე გაამახვილა ყურადღება პატრიარქის ტახტის მოსაყდრე და პატრიარქობის კანდიდატმა მეუფე შიო მუჯირმა გვითხრა, რომ შესაძლებელია ამის შესახებ ინფორმაცია ჩანაწერის სახით მოგვიანებით გავრცელდეს. შესაბამისად ჩვენს ველოდებით თუ დაიდება ან გავრცელდება საპატრიარქოს ტელევიზიის დახმარებით ან გვერდის დახმარებით ეს ჩანაწერი, რა დროსაც მეუფე შიო, მეუფე გრიგოლმა და იობმა მიმართეს შეკრებილ საზოგადოებას გაფართოებული კრების ფარგლებში. რაც შეეხება თავად წმინდა სინოდის წევრებს, სრული შემადგენლობით დადასტურდა ინფორმაცია, რომ ისინი იმყოფებიან აქ. მაგალითად მეუფე ზოსიმე, რომელიც წინა სინოდის ხდომაზე ჩამოსული არ იყო დუშეთიდან და ჯანმრთელობის მიზეზი დაასახელა, ისიც იმყოფება სამების საკათედრო ტაძარში. შემიძლია ვთქვა, როგორც ჟურნალისტ, რომელიც წლების განმავლობაში აშუქებს საპატრიარქოს ამბებს, მე მრავალი წელია არ მინახავს იგი საქართველოს სამების საკათედრო ტაძარში და არ მახსენდება დღე, როდესაც ის იმყოფებოდა აქ, მაგრამ როგორც ჩანს, ყველა მხარე თანხმდებით, რომ დღეს ისტორიული დღეა და ისტორიულ გადაწყვეტილებას აწერენ ხელს სინოდის წევრები. რაც შეეხება სხვა დეტალებს, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე სასულიერო პირს, რომელიც დელეგატებს შორის ირიცხებოდა, გუშინ გვიაღამით შეატყობინეს, რომ მათზე საშვილს დაშვებული აღარ არის. მაგალითად, სამების სასულიერო პირებს, რომლებიც უნდა ყოფილიყვნენ დღევანდელ კრებაზე, უთხრეს, რომ სამების მღვდლების ნაწილმა საპატრიარქოს წერილით მიმართა და ჰქონდათ გარკვეული პრეტენზია, რომ სრული შემადგენლობით ვერ ესწრებოდნენ მღვდლები კრებას. მაგრამ გამოირიცხა ერთი თეიმურაზ თათარაშვილი, მაგრამ ჩვენი ინფორმაციით 5 მღვდელი სამების საკათედრო ტაძრიდან ამ წუთებში კრებას ესწრება. ასევე ძალიან საინტერესოა კიდევ ერთი პირის ვინაობა, ეს გახლავთ სტიქაროსანი და ამავდროულად ის ასრულებდა პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლის მოვალეობას, ლევან ჭიქინაშვილი, ცნობილი სტიქაროსანი სამების საკათედრო ტაძრის, რომელიც აქტიურად ესწრება საპროტესტო აქციებს რუსთაველის გამზირზე და აქვს კრიტიკული პოზიცია მოქმედი ხელისუფლების მიმართ. მასზეც გაუქმებულია აკრედიტაცია და მან ვერ შეძლო სამების საკათედრო ტაძარში კრებაზე დასწრება. ჯერჯერობით ოფიციალურად ვიცით ამ ადამიანების შესახებ გვაქვს ინფორმაცია, თუმცა უცნობია არიან რა რაოდენობით ადამიანს შეუწყდა საშვი და ვერ შეძლეს დასწრება სამების საკათედრო ტაძარში ისტორიულ სხდომაზე. ახლა ამ წუთებში ჩვენთვის ცნობილია, რომ დასრულდა კანდიდატების სიტყვის წარდგენა და 3 დელეგატი ამბობს თავის სათქმელს, ასევე მეოთხე ეს იქნება ისტორიკოსი, რომელიც მიმოიხილავს საქართველოს ეკლესიის წარსულს შეკრებილ საზოგადოებასთან, საზოგადოების წევრებს ეგრძალებათ მობილური ტელეფონის გამოყენებას სხდომაზე. სავარაუდოდ ნაწილ შეიძლება ეს ჰქონდეს შეტანილი ტელეფონის შიგნით, თუმცა ისინი გაფრთხილებულები იყვნენ, რომ სხდომაზე ტელეფონებით არავინ დაიშვებოდა და სხდომის დაწყებამდე ღიად ჩვენს გვესმოდა ხმა სამების საკათედრო ტაძრი და გააფრთხილეს, რომ კაცრი იქნებოდა ზომები იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე დელეგატი მობილურ ტელეფონს გამოიყენებდა. მას შემდეგ, რაც დელეგატების სიტყვით გამოსვლები დასრულდება, გაიხსნება პირდაპირი ჩართვის სიგნალი ყველა ტელევიზიისთვის და საზოგადოება პირდაპირ ეთერში ადევნებს თვალს ხმის მიცემის პროცესს. მოგიხსენებათ, რომ ფარული არის კენჭისყრა, ბიულეტენებზე ამობეჭდილია 3 კანდიდატის სახელი და წოდება და უნდა შემოხაზონ მხოლოდ წმინდა სინოდის წევრებმა საკუთარი არჩევანი და კონვერტში მოთავსების შემდეგ თავისი ხმა განათავსონ გამჭვირვალე ყუთში, რომელიც საკათედრო ტაძრის შუაგულში არის მოთავსებული. სპეციალური კომისია დაითვლის ამ ხმებს მოგვიანებით. ხმის დათვლის პროცესი ეთერში არ გავა და ჩვენს დახურული კარს მიღმა მოგვიწევს ლოდინი გადაწყვეტილების. ხმის დათვლის შემდეგ, რომელსაც წარადგენს სპეციალური კომისია, კომისიის უხუცესი წევრი, რომელიც ასევე გაახლავთ სინოდის უხუცესი წევრი, მეუფე ანანია, გამოაცხადებს, ვინ გახდა საქართველოს მომავალი პატრიარქი.